55% 44-ის წინააღმდეგ. სკოტებმა გადაწყვეტილება მიიღეს. შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში რჩება. რეფერენდუმში 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა და დამოუკიდებლობის ინიციატორმა შედეგები უკვე აღიარა. სრულიად შოტლანდიას მოუწოდებ მომბაძოს და აღიაროს შოტლანდიელი ხალხის მიერ გამოხატული დემოკრატიული ნება. ამ ეტაპზე შოტლანდიამ უარი თქვა დამოუკიდებლობაზე. მართალია სკოტების უმრავლესობამ დამოუკიდებლობაზე უარი თქვა, მაგრამ სამაგიეროდ ფართო ავტონომია მიიღო. გაერთიანებული სამეფოს 4 ქვეყანას შორის შოტლანდია ყველაზე მეტი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს. ექნება ყველაზე დიდი ბიუჯეტი. გაიზრდება სოციალური პროგრამების დაფინანსება და გაიზრდება მათი პარლამენტის უფლებამოსილება. როგორც კამპანიის დროს უთქვეგული მეტკინებოდა გაერთიანებული სამეფოს დასასრული რომ მენახა. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და მის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ. შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე დევიდ კემერონი და ალექს სალმონდი 2012 წლის ოქტომბერში შეთანხმდნენ. რეფერენდუმი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. გამონაკლისი არც საქართველო იყო. საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი შოტლანდიის დამოუკიდებლობას გულშემატკივრობდა. კარგია დამოუკიდებლობა, თუ აქვს თავისი იმედი, ძალიან კარგია. მე შოტლანდიელების აზრს უჭერ მხარს და ისე მიხარია, როდესაც ერს უნდა დამოუკიდებლობა და აღწევს ამ დამოუკიდებლობას. შოტლანდიას დამოუკიდებლობას მიესალმები იმდენად, რამდენადაც საერთოდ სხვა ხალხია, ჩემი აზრით, მაგრამ ბრიტანეთის შემადგენლობაში უკეთესი მომავალი აქვს ჩემი აზრით. რატომ უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის ნაწილი შოტლანდიელების დამოუკიდებლობას? ამაზე პასუხი ასეთია. ამას ამ პრეცედენტს შეეძლო წარმოეშვა სხვა მძიმე შედეგები პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა პროცესების განვითარების საფუძველი ყოფილიყო. ამიტომ გული ეკუთვნის ემოცია, ეკუთვნის შოტლანდიას, მაგრამ გონებით ალბათ მაინც ჩვენ უფრო დაღვინებულად უნდა შევაფასოთ ეს პროცესი. შოტლანდიის რეფერენდუმს ოკუპირებულ აფხაზეთშიც დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს და ფლეშმობიც მიუძღვნეს. ეს კი ჩვენ მეგობრებს აფხაზეთიდან შოტლანდიელების პასუხი. მართალია ესენი ტურისტები არიან, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ შოტლანდიაშიც იგივე აზრი აქვს. განმეორებით რეფერენდუმზე საუბარი მისი დასრულებისთანავე დაიწყო. თუმცა ჩანს ეს სკოტების შორეული პერსპექტივაა. სამაგიეროდ რამდენიმე თვეში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ესპანეთი და კატალონია მოექცევა. მაისში რეფერენდუმი კატალონიაში უნდა გაიმართოს.